სიმბოლური სურათია ეს. იმის ნიმუში თუ როგორც ცდილობს მხატვარი გადაირჩინოს თავი განადგურებისგან, დახვრეტისგან, როგორც ხალხის მტერმა. შესრულების თარიღი 1942 წელი, ავტორი დავით კაკაბაძე. ამ დროისთვის ასობით და შეიძლება ათასობით მისი კოლეგა, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები დახვრიტეს ან გადაასახლეს. მას როგორც მოდერნისტს ევროპაში ნასწავლს და ნამუშევარს იგივე ემუქრებოდა. მით უმეტეს რომ მანამდე არაფერი დაუხატავს ისეთი, რასაც ეგრეთ წოდებული სოციალისტური რეალიზმი მოითხოვდა მხატვრებისგან. მოთხოვნები რომ დაეკმაყოფილებინა და თავი გადაერჩინა კაკაბაძემ იმერეთის ხალიჩისებრ პეიზაჟში, იმერეთის მთის ქვეშ დემონსტრანტები წარმოადგინა ტრანსპარანტებით. ტრანსპარანტებზე ლენინის, სტალინის და ბერიას პორტრეტები იყო გამოსახული. ასე გამოვიდა კეისარს კეისრისა, ხელოვნებას ხელოვნებისა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ხრუშჩოვმა ბრძოლა გამოაცხადა პიროვნების კულტის წინააღმდეგ, მუზეუმის საცავში კაკაბაძის სტილოზე ბერიას და სტალინის პორტრეტები საღებავებით გადაფარეს. ერთმა სურათმა თავის თავში მოიცვა წითელი ტერორის ისტორია. Из немецкого фильма. Большая чистка. Для того, чтобы стабилизировать свое господство и обеспечить единство государства, Сталин исключил любую настоящую или будущую оппозицию. Прокурор Вышинский узаконил презумпцию виновности. ამ კადრების ნახვა შესაძლებელი გახდა სადღაც გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს, გორბაჩოვის პერესტროიკის პერიოდში. Каждый подсудимый преступник, продажный агент империализма. საგულისხმოა რომ 30-იანი წლების ტერორის ამსახველი ქრონიკა დამალული იყო მაშინაც კი, როცა ნიკიტა ხრუშჩოვმა ეგრეთ წოდებულ პიროვნების კულტს გამოუცხადა ბრძოლა საბჭოთა კავშირის კომპარტიის მე-20 ყრილობაზე წაკითხულ მოხსენებაში. იმ დროს, იმ სისხლიან დღეს 9 მარტს, ქართველების ერთი ნაწილი სტალინის დაცვის მიზნით ქუჩაში გამოვიდა. ახალგაზრდების ნაწილმა ხრუშჩოვის პოლიტიკა იმპერიული ვნებების მორი გამოულინება დაღიქვა. რა იცოდნენ 9 მარტის დემონსტრანტებმა სტალინური რეპრესიების შესახებ? არ სჯეროდათ? მართლა წამდათ, რომ ევგენი მიქელაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე ხალხის მტრები იყვნენ? ან თუნდაც ის მხატვრები, რომელთა ტრაგიკული ბედი გაგვახსენა ეროვნულ მუზეუმში მოწყობილმა გამოფენამ წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები, რომელიც გამოფენის ორგანიზატორთან ხელოვნებაცოდნე ეკა კიკნაძესთან ერთად დავათვალიერეთ. 30-იანი წლების ქართული ხელოვნება, ესე როგორც მთლიანად საბჭოთა ხელოვნება. მისი მთავარი თემატიკა არის ბედნიერი საბჭოთა ადამიანის, იდეალური ბელადის და საბჭოთა სამოთხის ჩვენება. ეს არის ერთადერთი ფუნქცია ხელოვნებისა. და ამ პერიოდში ვახტანგ კოტიშვილი აქანდაკებს ასეთ ადამიანს, მამაკაცს, დაჩოქებულს, მხრებ დაშვებულს, თავჩაქინდრულს და გასრესილს, რომელიც ვერ ეწინააღმდეგება, ანუ განადგურებულ ადამიანს, რომელსაც რეჟიმი ეს არის უკვე რეპრესიები რომ უნდა დაიწყოს ალბათ როგორც ჩასეკ პერიოდი. როგორც მგონია 20-იანი წლების მეორე ნახევარი 37-ში დახვრიტეს. 38-ში ბოდისვიხტი 28 წელს ამთავრებს სამხატვრო აკადემიას. მე როგორც მგონია 1924 წლის შეთქმულების შემდეგ ერთგვარად ეს წინააღმდეგობის აზრი თითქოს დაიკარგა. ანუ თითქოს და ხელი ჩაიქნია საზოგადოებამ და შეეგუა იმ რეალობას. რა თქმა უნდა, პროტესტი არის, უდიდესი პროტესტი არის და უამრავი ადამიანი. მაგრამ აი ეს პროტესტი მართალი ბრძანდებით გადავიდა სასოწარკვეთაში. ვახტანგ კოტეტიშვილის, ქართველი ლიტერატურათმცოდნის, ფოლკლორისტის, ხელოვნებათმცოდნის და მოქანდაკის ნიკო ნიკოლაძის მოწაფის ეს ქანდაკება თავისებური სიმბოლოა მთელი ამ ექსპოზიციისა. და შესაძლებელია, რატომაც არა 30-იანი, 40-იანი წლების ტერორისა. ადამიანი დააჩოქეს. დაჩოქილი კაცის აჩრდილი იქცევა წითელი ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის გამომხატველი გამოფენის სახით. მაგრამ ზოგი არა მარტო დააჩოქეს, არამედ დახვრიტეს.
ამ დახვრეტილების შესახებ გვიამბობს ეკა კიკნაძე. ჩვენ ვიცით, რომ დიმიტრი შევარდნაძე შეეწერა მეტეხის ტაძარს, არა, ეს იყო ბერიას სურვილი მის ნაცვლად ტაძარი დაენგრიათ, აეფეთქებინათ უბრალოდ და მის ნაცვლად დაედგათ შოთა რუსთაველის ძეგლი. 37 წელს, როგორც გახსოვთ, აღინიშნება შოთა რუსთაველის იუბილე. და როდესაც მივიდნენ დამნაღმველები 37 ამ დროს დიმიტრი შევარდნაძემ უკვე მოახერხა რომ მეტეხის ციხე საფყრობილეს შენობა 33 წელს გადასცემოდა მუზეუმს ვინაიდან მან ეროვნულ გალერეაში უკვე შექმნა ისეთი სიდიდის კოლექციები რომ ფიზიკურად ვეღარ იტევდა შენობა ამიტომ მან მიაღწია რომ საფყრობილეს შენობა გადაეცა მუზეუმს და იქ გადავიდა მუზეუმი ამიტომ თვითონაც იქ იყო როგორც ჩანს როდესაც მოვიდა დამნაღმველების ჯგუფი უნებრივია გავიდა არ მისცა საშუალება აფეთქების მომზადების და იმავე საღამოს ბერიასთან მიიჭრნენ შეიძლება ასე ითქვას დიმიტრი შევარდნაძე, სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და გიორგი ჩუბინაშვილი. ხო ჩვენ ვიცით მიხეილ ჯავახიშვილის შვილის, ქეთევან ჯავახიშვილის მოგონებები, როდესაც მამამისი დაბრუნდა სახლში, იმ საღამოს რა მოყვა, რომ როგორ ალმურმა გადაკრა ბერიას, როცა ესენი შევიდნენ, უსაყვედურა რომ ერთად რატომ მოხვედით, ცალ-ცალკე მოსულიყავით. შეხვედრა იყო ძალიან მწვავე, ისინი ეს ადამიანები უმტკიცებდნენ თითქოს და ელემენტარულ რამეს, რომ არაფრით არ შეიძლება შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურის ნიმუშის აფეთქება და ამას ჩვენ იგი არ გვაპატიებს, ესე უთქვამს მიხეილ ჯავახიშვილს იმ საღამოს თავის ოჯახის წევრებისაც, ბუნებრივი არ აპატია. დიმიტრი შევარდნაძეც, ჯავახიშვილიც და ახმეტელიც შემდგომი თვეების მანძილზე დახვრიტა. გამოფენაზე წარმოდგენილი ტერორის მსხვერპლთა ნამუშევრები ისტორიკოს დათო ჯიშკარიანს უჩვენეთ. კითხეთ, რამდენად მართებულია ის მოსაზრება, რომ საქართველოში სტალინურ ტერორს შეეწირა გაცილებით უფრო ნაკლები ხელოვანი, ვიდრე თუნდაც რუსეთში. იმიტომ ხომ არა, რომ ქართველი არტისტები რუს მწერლებზე, მხატვრებზე უფრო კონფორმისტები აღმოჩნდნენ. ან იქნება იმიტომ, რომ სტალინი და ბერია თავის თანავე მამულეებს ყველანაირად მხარში ედგა. და ქართული ეროვნული კულტურის აღმავლობაზე ზრუნავდა. გაგიგიათ ალბათ ასეთი მოსაზრებაც. რასაკვირველია ამ ჯალათების სახელი და გვარები იყო შერჩევით, ანუ ვინც ბერიასთან ერთად დახვრიტეს, მათზე საუბრობდნენ გოგლიძეზე, რაფავაზე, შალვა წერეთელზე, მაგრამ ესენი იყვნენ, ასე ვთქვათ, ელიტარული ნაწილი ამ შესახვევის, მათ ქვევით იყვნენ ეს აღმასრულებლები, რომლებიც დაახლოებით 80-იან წლებამდე აგრძელებდნენ ზოგი კგბ-ში, ზოგი მილიციაში, ზოგი პროკურატურაში, ზოგი სამეცნიერო საზოგადოებაში, ზოგი გამომცემლობაშიც. ანუ მაშინ უკვე დამკვიდრდა ეს მოსაზრება, რომ სტალინმა არ იცოდა. არა, მაშინ დამკვიდრდა მოსაზრება, რომ მოსკოვმა ამოწყვიტა ქართული ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი. სტალინმა არ იცოდა ბერიას ხელმძღვანელობით. ბერიას ხელმძღვანელობით. ბერიას და მისი დამქაშების, მაგრამ არა სტალინის. არა სტალინის. ანუ ეს რომ სტალინმა არაფერი არ იცოდა, ეს უკვე ცოტა გვიანი შედეგია, უკვე 80-იან წლებში ჩდება ქართულ ნაციონალურ, არა მარტო ქართულში, ეს ჩემი შეცდომაცაა, ამიტომ რომ მე მეგონა ეს ექსკლუზიურად ქართული ნაციონალიზმისთვის იყო მამა, თუმცა არა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსში. 1927 წლის პირველივე დღეებით სასიხარულო მოვლენით აღინიშნა. მოსკოვში ჩატარდა ქართული ხელოვნების დეკადა. ეს ქართული ხელოვნების ნიმუშების შემსრულებელთა ოსტატობის, მათი პროფესიული დონისა და უნარის უბრალო დათვალიერება როლი იყო. დათო ჯიშკარიანს ქართული ხელოვნების დეკადა გავახსენეთ. დეკადა ჩატარდა როგორც ქართული კულტურის ტრიუმფი სტალინის ეპოქაში და ამავე დროს დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მონაწილე დირიჟორი ევგენი მიქელაძე თბილისში დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს და დახვრიტეს. ამას მოყვა სხვა არტისტების, მათ შორის მხატვრების დაპატიმრება. რატომ მხატვრების? წერალი პოეტი კიდევ გასაგებია, სიტყვით შეიძლება გაემიჯნონ ოფიციალურ იდეოლოგიას, მაგრამ მხატვარი რატომ? ნუ თუ მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლური ხელოვნების გავლენა განიცადა და ფორმალისტად მოინათლა. 36 წელს ეს იყო ქართული კულტურის დეკადა. თუმცა მოსამზადებელ პერიოდში ეს არ იყო ქართული კულტურის დეკადა. აქამდე არსებობს ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაცია. ამიტომ 36 წელს უნდა ყოფილიყო ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციის კულტურის დეკადა მოსკოვში.
მაგრამ კონსტიტუციის მიღებასთან ერთად დაიშალა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაცია და შესაბამისად დატოვეს ქართული კულტურა წაიღეს მოსკოვში საჩვენებლად. ეს არსობრივად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ცენტრი იყო თბილისი, ანუ ვინ წარადგენს ამას, წარადგენს თბილისი ცენტრში. სტალინის დამოკიდებულება ქართული კულტურისადმი ეს ცალსახაა. ხომ ჯერ მიიღო ეს ხალხი. მან მიიღო, იგი შეხვდა, მე 1000 მემუარი არსებობს და ასე შემდგომ, მაგრამ ყველაზე საინტერესო მან 36 წელს მიღებასთან ერთად არის სტალინის 36 წლით არ დაუმთავრებია ქართულ კულტურაზე საუბარი განსჯა, იმიტომ რომ არსებობს ეს ნიკო ბერძენიშვილის, სიმონ ჯანაშიას მემუარები, შეხვედრის, სადაც ის დაუშვათ კანდიდ ჩარკვიანის მემუარები, სადაც ის ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტალინს არ მოსწონდა ვაჟა ფშაველა, მას უგზავნიდნენ ვაჟას ტომეულებს. თუმცა კანდიდ ჩარკვიანი არ წერს, რომ მანაც ბევრჯერ გააკრიტიკა ვაჟა ფშაველა სხვადასხვა კომპარტიის ყრილობებზე. სიტყვით გამოდის საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, ამხანაგით კანდიდ ჩარკვიანი. გერმანიის შეიარაღებული ძალების კაპიტულაციის ამბავმა, ამბობს ამხანაგით ჩარკვიანი. დიდი სიხარული შეიტანა ყოველ სახლში, ყოველ ოჯახში, თვითეული საბჭოთა ადამიანის გულში. ამ ომში კვლავ და კვლავ გამოჩნდა ისტორიული როლი დიდი რუსი ხალხისა, ბევრგმირი ხალხისა, რომელმაც თავის მხრებზე გადაიტანა ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ძირითადი სიმძიმე. ქართველი ხალხის შვილებმა გაამრავლეს თავიანთი წინაპრების საბრძოლო ტრადიციები და მამაცობისა და ვაჟკაცობის ბრწყინვალე ფურცლები ჩასწერეს სამამულო მისმატიანეში. ჩვენ მადლობით წარმოვთქვამთ ერთგული სტალინელის, ჩვენი ლავრენტი პავლეზე ბერიას სახელს, რომელმაც მოაწყო გერმანელთა განადგურება კავკასიაში. დღეს, გამარჯვების დღესასწაულის ამ ისტორიულ დღეს, მთელი ხალხი თვალს მიაპყრობს და მგზნებარე მისალმების პირველი სიტყვებით მიმართავს ჩვენს მამას, ბელადს, მასწავლებელს, გენიალურ მხედართმთავარს, ამხანაგ სტალინს. საქართველოს ცეკას პირველი მდივნები გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, ვიც ვერ მოასწრო ცეკას პირველი მდივნობა, აი მირცხულავამ და დანარჩენმა 9 თვით და 10 თვით ბარამიძემ და ასე შემდეგ, ვინც ცოტა ხნით იყვნენ, უმეტესობა ქართულ კულტურას ძალიან დიდ პრივილეგიებს ანიჭებდა. სხვათა შორის შევარდნაძემ და ეგ პროექტი დაიწყო ვასილ მჟავანაძემ და პირველი ამ პროექტის გაგრძელება ამ სტალინური ინერციის იყო რა ჩვენ ვსაუბრობთ პირველ დეკადაზე ქართული კულტურის მოსკოვში, მაგრამ მეორე დეკადაც ხო იყო 58 წელს. არანაკლებ პომპეზური და მაშინ 58 ეს უკვე ხრუშჩოვის დეკადა იყო. ხრუშჩოვის დეკადა, მაგრამ ლაიტმოტივს თუ დააკვირდებით ამ დეკადის არის რა ქართველი და რუსი ხალხის მეგობრობის ურყეობაზეა საუბარი. სტალინის დროს ამაზე არ იყო საუბარი. ის უფრო დიასპორული იმპერია იყო. ყველაზე იყო საუბარი, ანუ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი კულტურა იყო დეკლარირებულად ქართული. აი უკვე შემდგომში ეს აქცენტირება ძალიან კარგად ხდება, იმიტომ რომ აქ სხვა გრძნობები აღმოიფხვრა. შევარდნაძე, როდესაც ძალიან სამწუხაროა, რომ არც ერთ ქართულ ისტორიკოს ჯერ არ დაუწერია წიგნი ცეკას პირველი მდივანის შევარდნაძე, იმიტომ რომ ამაზე არქივებში არის ფანტასტიკური მასალები და შევარდნაძე არის ზუსტად იმის ეპოქის შვილი, ანუ მან ძალიან კარგად იცის სტალინური, გვიან სტალინური პერიოდის ეს კულტურული პროდუქტი, კარგად არის გაცნობილი. ვასილ მჟავანაძის დროს ის ხვდება ეს როგორ მუშაობს და პირველი რასაც გულისხმობს შემოქმედებით ინტელიგენციას. შემოქმედებით ინტელიგენციას, სპორტულ ინტელიგენციას და ასე შემდგომ. ანუ შევარდნაძესთვის ძალაუფლება ამათზე მყარდება. ეს ძალიან კარგად ისწავლა მან წინა მორბედისგან, ლავრენტი
ბერიასგან. ზუსტად იგივე მოდელებს იყენებს აი ამ ურთიერთობებში, რასაც ლავრენტი ბერია. ანუ ტვინებზე აქცენტის გაკეთება და ტვინების манипуляცია, გამოყენება. შეგჭირდება ტვინები იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია გააკეთო, იმიტომ რომ აბა დანარჩენი ვინ გაგაკეთებს. არა, საქართველოში მაინც კარგად მუშაობს ეს, იმიტომ რომ ავტორიტეტი არის მწერალი, ავტორიტეტი არის. და ვინ შექმნა ეს ავტორიტეტი? ეგენი მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნეში ილია და აკაკი ძალიან მკვახე წერილებს უწერდნენ ერთმანეთს, ნიკო ნიკოლაძეც და ანუ იქ მე-19 საუკუნეში ეს რატო იყო ამდენი გაზეთი რა, ყველა ერთად ვერ დაწერდნენ? არა, იმიტომ რომ იდეოლოგიურად ვერ ეგუებოდნენ. აი ამის შექმნა წერლის ეს უკვე საბჭოთა პერიოდის შედეგია. Декада грузинского искусства и литературы в Москве вылилась в яркий праздник дружбы советских народов, праздник советской многонациональной культуры. Political elites, in order to develop their own პოლიტიკურმა ელიტამ იმისთვის, რომ თავიანთი მფარველობითი სისტემა იმიჯთან ერთად დაეხვეწათ, სახელოვნებო საზოგადოებასთან დაიწყო დაახლოება. ეს მეტად საინტერესო ფენომენი თელ საბჭოთა კავშირს მოედო. ახლაც ასეა ცენტრში, მოსკოვში და ცხადია საქართველოშიც. ეს ახალი მმართველი გუნდი ლავრენტი ბერიას საიდუმლო პოლიციიდან მოდიოდა და გარკვეულ ადამიანებს უახლოვდებოდა. ზოგიერთი მათგანი ფეხს უწყობდა ამ ყველაფერს. ზოგი ხვდებოდა თუ როგორ შეიძლებოდა ამის გამოყენება. ვფიქრობ, რომ ბერიასგან წამოსულ ამ ჯგუფს ეს სჭირდებოდა თავისი იმიჯის შესაქმნელად ან გასაუმჯობესებლად. აშკარაა, რომ ისინი ამჩნევდნენ, რომ წინა ბოლშევიკ ხელისუფლებასთან შედარებით, რომელიც მათ დაამხეს, რომელთაც გამოშორდნენ, თავად ნაკლებად განათლებული და კულტურულები იყვნენ. თქვენი სიტყვით რომ თქვათ, საზოგადოებაში გოიმება დაღიქმებოდნენ. ეს მცირედ განათლებული პატარა დასახლებებიდან მოსული ადამიანები ამგვარად წარმოაჩენდნენ, რომ ახლა ისინი ქმნიდნენ ელიტას, რომ ახლა თავად გვევლინებოდნენ კულტურის მფარველად. ზუსტად ეს იყო მიზეზი, რომ ბერიამაც და სხვებმაც კონკრეტული ხელოვანების, მწერლების და სხვა სფეროს წარმომადგენლების მხარში ამოდგომა დაიწყეს. ამ სიტუაციას ზოგიერთი კარგად მოერგო, კარგად გამოიყენა ეს მფარველობა, მაგალითად კონსტანტინე გამსახურდია, რომელმაც მთლიანად გადაინაცვლა ძველ ისტორიულ ჟანრში და განერიდა თანმდევ პოლიტიკურ საკითხებზე წერას. ეს განსხვავებული სტრატეგიაც ხომ თანამშრომლობის გარკვეული გზა არის. ზოგი ადამიანი ხომ ასე არ იქცეოდა. აი ასე შეიქმნა შიშით სავსე ფონი მთელს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ყველა მიცის ცნობილი ისტორიები, მაგალითად პაულო იაშვილმა, როგორ მოიკლა თავი მწერალთა სახლში, რადგან მან უარი თქვა და განუდგა პროპაგანდის მხარდამჭერ წერლებს. თუმცა ჩვენ ჯერაც არ ვიცით სრული სურათი, თუ რა იყო საჭირო იმისთვის, რომ გადარჩენილიყავი. ამიტომაც დღევანდელი გადმოსახედიდან რთულია გაიგო რა კომპრომისებზე უნდა წასულიყავი, რომ თავი დაგეძვριნა უსიამოვნო სიტუაციიდან. We don't really know the full story of what was needed to survive. I think it's very difficult for us to understand from today's perspective what kind of compromises were needed in order to survive in that situation. ამიტომ ესე აქცია კიდევ ერთი სახე ამ გამოფენისა და ტერორის წლებისა ფოტოსურათებია, რომლებზეც გამოსახული ზოგიერთი ადამიანი გადაშლილია. მათი სახე არ ჩანს, ისინი შავ სილუეტებად არიან ქცეულნი. ესენი არიან რეპრესირებულნი, რომელთა გვერდით ყოფნა ფოტოსურათზეც კი არ იყო უსაფრთხო. მათი სახეები და სახელები იშლებოდა ისტორიიდან. მით უფრო ფასეულია მათი როგორც მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც გადარჩა, ახლა გამოიფინა. რა ვიცით ამ ნამუშევრების ავტორების შესახებ? ცხადია, ყოველი მათგანი ყოველი ეს ნამუშევარი დღეს სრულიად ახლებურად აღიქმება. რეპრესირებულ მოქანდაკეს არავინ არ გამოჰფენდა. ისინი თითქოს აღარ არსებობდნენ, ხო? მათი სახელის და საქმეების ხსენება შემდეგ იკრძალებოდა. სახელმწიფო ლიტერატურაში თქვენ ვერც დიმიტრი შევარდნაძეს ნახავთ, ვერც ვახტანგ კოტიშვილს, ვერც პეტრე ოცხელს. მხოლოდ 60-იანი წლებიდან, აი მახსოვს პირველი პეტრე ოცხელი გაჩნდა ჯერ. ჯერ ესე იგი იბეჭდება 68 წელს ვახტანგ ბერიძის მოგონებები, სადაც იგი იხსენებს დიმიტრი შევარდნაძეს, ჰენრიკ ხრინევსკის და არჩევლად თბილად საუბრობს მათზე. შემდეგ 72 წელს გამოვიდა პირველი ალბომი პეტრე ოცხელის, რომელიც თავდება ესეთი აბზაცით, რომ სამწუხაროდ მხოლოდ 9 წელი იმუშავა პეტრე ოცხელმა. არ წერია რომ იყო. რატომ მხოლოდ 9 წელი არ წერია?
და აი უკვე მერე დამოუკიდებელი საქართველოს ბუნებრივია, მაგრამ საბჭოთა რეალობაში ისინი თითქოს აღარ არსებობდნენ და მათი სახელის ხსენება იგრძელებოდა. სამხატვრო აკადემიის ეზოში იდგა პატარა სახლი, სადაც ცხოვრობდნენ ჰენრიკ რინევსკი და იქვე ცხოვრობდა გიგო გაბაშვილი. ძალიან ბევრი წერილი, ბევრი არა, მაგრამ რამოდენიმე წერილი არის გაგზავნილი აკადემიიდან ამ სახლის მოთხოვნით, რომ ჩვენ არ ყოფნის ფართი სტუდენტებისთვის და ეგებეს ადამიანები გაასახლოთ და ეს სახლი გადმოგცეთ ჩვენ. 1936 წელს სრულად გაუგებარ ვითარებაში გვდება გიგო გაბაშვილი, ასაკოვანი მხატვარი, რომელსაც რამდენიმე თვით ადრე იყო დაწყებული ეგრეთ წოდებული ტრავლა. ანუ მუდმივად მის მიმართ აკადემიის პარტორგანიზაცია გამოთქვამდა შენიშვნას, რომ არ დაესწრო გაკვეთილებს, არ დაესწრო მეცადინეობას პარტისტორიის შესახებ, რომ შეუსაბამოდ შეასრულა ველადის პორტრეტი, ანუ სტალინის, ანუ სულ საყვედურები ისმის მის მიმართ, შემდეგ აჭარაში აგზავნიან ჩაის მოსავლის აღების ტილოს დასაახატად და იქ პოულობენ გარდაცვლილს ცალიფეხსაცმლით მარტოს და მაშინვე გარკვეული ეჭვები იყო. შემდეგ იჭერენ ჰენრიკ რინევსკის და მისი დაპატიმრებიდან მეორე თუ მესამე დღეს ქალაქის საბჭოში მიდის წერილი სამხატვრო აკადემიიდან, სადაც არის დაწერილი, რომ აი ხალხის მტერი რინევსკი გამოვლენილია და თუ შეიძლება მისი სახლი გადმოეცა სამხატვრო აკადემიას. პერესტროიკის დროს ძალიან მოდაში იყო ის, რომ რუსები როგორ გვეუბნებოდნენ ქართველებს, რომ აი ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენი სტალინი, ხო და ამაზე ქართველი როგორ პასუხობდა, რომ ჩვენი სტალინი რატო ჩვენ პოეტი გადმოგეცით და პოეტისგან თქვენ შეგვერით სტალინი, ხო და მაგრამ სიმპათია ამ ხალხის მიმართ ქონდა თუ არ ქონდა, აი ქართველი ქონდა. ქონდა. იმიტომ რომ სხვანაირად წარმოუდგენელია ის მაგალითად იგივე ისტორიის სახელმძღვანელო, როდესაც შექმნეს ერთ-ერთ უწერია მემუარებში, რომ თქვა ეს ხო სამაგალითო უნდა იყოს სხვა რესპუბლიკის ისტორიებისათვის. თუ გადავხედავთ სტალინის ადრეულ ნაწერებს, მაგალითები საიდან მოყავს ყოველდღიური ცხოვრება. ეს არის უკავკასია, განსაკუთრებით საქართველოს. ამიტომ მას ჰქონდა ბუნებრივია სიმპათია. მაშინ რატო ხდებოდა დასვენების დროს მის სიყრმის მეგობრებს, რატო იპატიჟებდა სხვადასხვა დაუშვათ იგივე დასასვენებელ კურორტებში და ასე შემდეგ. ამ სიმპათიებს ის მე მგონი არც მალავდა, დეკლარირებულად არ შვებოდა, მაგრამ დეკლარირებულად თქვა არა ვარ ქართველიო, მოგონილია ის. სხვათა შორის ეგ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს ანკეტები ყველაფერი არის სანახავი და აი ეს რაც შეეხება თქვენი სტალინი, ეს არის როდესაც საუბრობენ სტალინის მუზეუმზე. რა არის სტალინის მუზეუმი? ეს არის სტალინის არა სტალინის ბიოგრაფია, არამედ სტალინის კულტის მუზეუმი. ოღონდ ეს კულტი არის სხვადასხვანაირი. ეხლა რომელი კულტიც არის, ეს არის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული სტალინის კულტი. ამიტომ არის დარბაზის მცირე ნაწილი არის ბიოგრაფია და დანარჩენი არის მეორე მსოფლიო ომის ბრძოლები და ასე შემდეგ. აქამდე რომელი გამოფენაც იყო, რომელიც ეხლა სარდაფებშია, ის არის ეთნიკურად პატარა ქართველი სტალინის ბიოგრაფია, რომელიც მისი შრომით მივიდა კრემლში. მუზეუმის ექსპოზიცია უნდა ყოფილიყო სხვა. მაგრამ 56 წლის ამბების მერე ექსპოზიცია სრულებით შეცვალეს. და 57 წელს, როდესაც ეს ახალი არჩილ ქურდიანის არქიტექტურით დაპროექტებული მუზეუმი გაიხსნა, იქ უკვე არის კონცეფცია როგორი ეს სტალინი არა საბჭოთა კავშირის ბელადი, არამედ თქვენი ქართველების ბელადია. ამიტომ ბუნებრივია, არა მგონია რომ ყველა ტურისტს ეს ბოლომდე სიგრძე განებინა, მაგრამ ადამიანი ვინც შევიდოდა, ის იგრძნობოდა, რომ ეს არის ქართველი სტალინის მუზეუმი. გადახდეოდა იასა, დამბახტად გაღვიდებოდა და თავსუფლდა ია. როლა მაღლა რუბლებში რეალით გავობდა გულგული გახარებული ნაზისხმის ამას ამბობდა ახავდით ურთაკ ეკანა იხილე იმერ არეო ასეს ქართველო სწავლისა სამშობლო გაახარე. Another thing that's interesting about the საინტერესოა საბჭოთა საქართველოს ისტორიული პარადიგმა. ის ძირითადად ორ სხვადასხვა ფლანგზე იშლება. ერთის მხრივ გვიჩვენებს ტანჯვას, რეპრესიებს და მეორეს მხრივ გმირულ წინააღმდეგობას. რა თქმა უნდა, ორივე ეს ელემენტი არსებობდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ასპექტები არ იყო. მაგრამ საბჭოთა პერიოდი რომ თლიან პრიზმაში დაინახო, ეს პარადიგმა ცოტათი გვაშორებს კიდეც რეალური სურათისგან და გზას გვიბნებს უფრო საინტერესო შეკითხვებისკენ.
რა ხდებოდა ამ ორ ფლანგს შორის? ეპოქის უმეტეს მონაკვეთში ხალხის უმრავლესობა ხომ ამ ორ ფლანგს შორის ცხოვრობდა. ცდილობდნენ გადარჩენილიყვნენ. ოჯახებს გაძღოლობდნენ, სამსახური ჰქონოდათ, ეკეთებინათ ის, რაც უნდოდათ. ეს იყო საბჭოური ცხოვრების რეალური სურათი. გეძებნა გზა, რომ გადარჩენილიყავი. ვიღაცებს უმართლებდათ. რა თქმა უნდა, იყო იღბლის მომენტი. ვიღაცები ვიღაცებისთვის არასწორ რამეს ამბობდნენ, არასწორ ადამიანებს აღიზიანებდნენ და ალალბედზე მაინც რჩებოდნენ ცოცხლები. ეს შემთხვევითობა სტალინური პერიოდის ტერორის დამახასიათებელი ნაწილი იყო. რატომ ხდებოდა ასე? ამაზე სხვადასხვა პასუხები და არგუმენტები არსებობს. მე როგორც პოლიტიკის ისტორიის მკვლევარს მიფიქრია, რომ უმთავრესი არგუმენტი თუ რატომ გაუხსნა გზა სტალინმა ამ მეთოდს და დააფუძნა ეს ტერორი პოლიტიკაზე, არის ის, რომ ის ცდილობდა მუდმივად განეახლებინა მფარველობითი სტრუქტურა და რაც უფრო ფართოვდებოდა ეს ქსელი, მით უფრო ხშირად ემსხვერპლებოდა ამის შემთხვევითობას ვიღაც. ვიღაცები გადარჩნენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავები დახარეს და გააგრძელეს ძველი საქმის კეთება. ვიღაცებს უბრალოდ გაუმართლათ. იყვნენ ისეთებიც, ვინც უშუალოდ თანამშრომლობდნენ პარტიასთან. ცდილობდნენ რეჟიმისთვის მეტი და მეტი ესი ამოუნებინათ, თუმცა ერთხელ არასწორ დროს, არასწორ ადგილას აღმოჩნდნენ, არასწორი ადამიანები განარისხეს და მაშინვე გადაიქცნენ მსხვერპლებად. ეს იყო ტერორის ყველაზე ალოგიკური ელემენტი. არავინ იცოდა ხვალ ვისი ჯერი დადგებოდა. That was really part of the terror. It became this element of insecurity, of arbitrariness. Nobody knows when you're going to be next. მაგრამ არსებობდა კიდევ დაპატიმრებული ხელოვნება. ის თუ როგორ აისახა მოთხოვნები, რომლებსაც საბჭოთა იდეოლოგია უყენებდა ხელოვნებას, პირდაპირ მიუთითებს, შეიძლება ითქვას, კულტურის ტერორს. ამ დროისთვის ხელოვნების ერთადერთი ფუნქცია ფაქტობრივად მხოლოდ სახელისუფლო იდეების აგიტაცია პროპაგანდაში გამოიხატება. იმხანად უკვე არ დარჩა არავინ, ვისაც არ მოუწია მხატვრულ კომპრომისზე წასვლა. ეს მხატვრული კომპრომისი კიდევ უფრო კარგად ასახავს, როგორი ტრაგიკულია ამ ადამიანების არსებობა. დაუმატეთ ამას ეგრეთ წოდებული მხატვრული კრიტიკა. ჩავთვალოთ, რომ ეს იყო კრიტიკა. სინამდვილეში საუბარია ხელისუფლების მიერ დაკვეთილ სტატიებზე, რომლებიც სისტემატიურად იბეჭდებოდა პრესაში. მაგალითად, მხატვარმა ბაჟბეუკ მელიქოვმა სტალინი გამოხატა იაფფასიანი საღებავებითო. შესაძლოა ასეთი სახის კრიტიკა წაგვეკითხა. ეს კი უკვე არის მუქარა. იმისთვის, რომ მხატვარი გადარჩეს, მან ახალი სტალინი უნდა შექმნას უფრო კარგი საღებავებით. და რაც უფრო გრანდიოზული იქნება ეს სტალინი, რაც უფრო პოპულარული გახდება ხალხში, მით უფრო მეტი შანსი აქვს მხატვარს, რომ გადარჩეს. გადარჩეს და გააგრძელოს ცხოვრება იმ საპატიმროში, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა. ამიტომ ზოგიერთი მხატვრის ნამუშევარი, კონიუნქტურული ნამუშევარი დღესაც გაკვირვებას იწვევს. არაფერს ვამბობ წერილების, მხატვრების, მუსიკოსების ეგრეთ წოდებულ დანოსებზე, რომლებსაც ისინი ერთმანეთზე წერდნენ. ძნელია ზუსტად იგრძნო იმ ეპოქის ატმოსფერო და მიხვდე, როგორ შეიძლება მოიქცეს ადამიანი, რომელსაც მუდმივად ემუქრება დაპატიმრება და დახვრეტა. თუმცა ეს ეპოქა ლოგიკურობას ხშირად მოკლებულია. ადამიანთა ქცევას და შესაბამისად ისტორიულ მოვლენებს ტერორის წლებში ხშირად რაღაც ირაციონალური იმპულსები განსაზღვრავენ. არ დარჩა არც ერთი მათგანი, ვისაც არ მოუწია მხატვრულ კომპრომისზე წასვლა. მაგრამ ეს მხატვრული კომპრომისები, ანუ მათ ფონზე, აი ზუსტად მათ მიხედვით ძალიან კარგად ჩანს, რამდენად ტრაგიკულია მათი არსებობა შემდეგ. და ასევე გვაქვს შედარებისათვის 20-იანი წლებისა და იგივე ავტორის უკვე 30-იანი წლების ბოლოს და 40-იან წლებში შესრულებული ნამუშევრები შედარებისთვის, როგორ შეიცვალა მათი ხელწერა, როგორ უკვალოდ გაქრა ეს თავისუფალი განზოგადებული მანერა და როგორ მივიდა იმის მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენ, რომ ხელოვნება იყოს მაქსიმალურად რეალისტური, მეტიც ნატურალისტური, ზუსტი ასახვით ყოველგვარი მხატვრობისა და განზოგადების გარეშე. აი მაგ იგივე ეს ადამიანები, ვისაც აქ ხედავთ, თითოეულ მათგანს ძალიან აქტიურნი არიან, ხო ისინი უამრავ ასპარეზზე მოღვაწეობდნენ. გარდა პეტრე ოცხელისა. პეტრე ოცხელი იყო, რომელსაც მხოლოდ მხატვრობა და თეატრი აინტერესებდა, არასდროს ასე ვთქვათ ამ სამყაროს იქით არ გაუხედავს, მაგრამ აი თქვათ თუ დიმიტრი შევარდნაძეს შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ის ბერიას კაბინეტში შეიჭრა, პეტრე ოცხელზე არაფერი მსგავსი, მაგრამ როდესაც აი
საბჭოთა ცენზურის თვალით შევხედოთ ოცხელის რა თქმა შემოქმედებას. უნდა, ყველაფრის დამგრევა იყო, ყველა იდეოლოგიის სახეში სილის გარყმა. და მე თვითონ ვუყურებთ მის ნამში, სადაც ყველაზე მეტად არ ვიცი, ალბათ ეს გააღიზიანებდათ. იგი მის საუკეთესო ესკიზებში არის ერთგვარი მეტა ადამიანი, რაღაცა უნივერსალური შესაძლებლობების ადამიანი. მით უმეტეს პეტრე უცხელი, რომელიც სამ ქალაქში ცხოვრობდა, ხო, თბილისი, ქუთაისი, მოსკოვი. არასდროს არ ყოფილა ევროპაში. მისი შემოქმედება არის ერთგვარი რეზუმირება მთელი ევროპული მოდერნიზმისა. რა თქმა უნდა, ეს ამ შემოქმედებას საბჭოთა კავშირში არსებობის შანსი არ ჰქონდა და მის ავტორს კი სიცოცხლეს. არქივების სპეციალისტები, ისტორიკოსები დღეს აღნიშნავენ, რომ არ არის საკმარისი საზოგადოებამ იცოდეს სტალინური რეჟიმის მსხვერპლთა შესახებ. მათი ტრაგიკული ისტორიები მოქმედებს, მათ შესახებ იწერება წიგნები, მაგრამ საზოგადოებას ჯერ კიდევ ძალიან ზედაპირული წარმოდგენა აქვს იმ ადამიანებზე, რომლებიც თავად იყვნენ ტერორის, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, აქტიორები, ანუ აპატიმრებდნენ, ასამართლებდნენ, ხრეთდნენ. ვინ არიან ეს ადამიანები? რატომ არ ვიცით მათი სახელები და გვარები? Это значит, что эксплуатация человека уничтожена. Это значит, что социализм утвержден окончательно. The problem with archival research is that არქივების კვლევისას მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს დოკუმენტები მუდმივად ეხება პარტიასა და სახელმწიფოს. არის მასალები კონკრეტულ ადამიანებზეც, მაგრამ მხოლოდ მათზე, ვინც ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული. გაურკვეველია ხოლმე სურათი, ვერ ხვდები რეჟიმს სურდა მათგან რამე თუ პირიქით, მათ სურდათ რამე რეჟიმისგან. ან თუ მათ რამენაირად სურდათ ჩარეულიყვნენ რეჟიმის ან მისი რომელიმე ელემენტის გამართვასა და ხელშეწყობაში. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არის ხოლმე ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი მასალები, განსაკუთრებით ადრეულ საბჭოთა პერიოდში, როცა ოფიციალური დოკუმენტაციის ფორმები უფრო თავისუფალი და ნაკლებად შეზღუდული იყო. არის მასალები გამოძიებებზე, არის ანონიმური წერილები, არის თხოვნები კონკრეტული ადამიანების თუ ინსტიტუციების მიმართ. მოგვიანებით, განსაკუთრებით 70-იან 80-იან წლებში ოფიციალური დოკუმენტები ძალიან შაბლონური, მშრალი და მოსაწყენი გახდა. თუმცა მანამდეც, განსაკუთრებით კი 30-იანი წლების ბოლოს, სტალინის სიკვდილამდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არქივები გამოუსადეგარია. ყველა დოკუმენტი ერთსა და იმავეს იმეორებს, გარკვეული ფორმულირებული ტექსტებია. ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც მუშაობდი, იმ ძალოვანებს ეხებოდა, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩარეულები 1937 წლის რეპრესიებში და საიდუმლო პოლიციას წარმოადგენდნენ. არის საკმაოდ საინტერესო მასალა კგბ-ს და NKVD-ს იმ ხალხზე, რომელთა მიმართაც 1956 წლიდან სასამართლო პროცესების მთელი სერიები წარიმართა. ვფიქრობ, რომ ეს პროცესები სადემონსტრაციო იყო საიდუმლო პოლიციის დანარჩენი წევრებისთვის, რომლებიც ცვლილებების მომსწრენი იყვნენ. From the KGB archive here in Georgia, which are a series of trials which were held after the 1956, and mainly in 1957. საგულისხმოა ის, რომ ამ პროცესებზე არ საუბრობდნენ საჯაროდ. გაზეთებში ამაზე არავინ წერდა, მაგრამ მაინც მთელმა თბილისმა იცოდა თუ რა ხდებოდა. მსხვერპლთა არაერთი მეგობარი და ნათესავი დაიბარეს მხოლოდ იმისთვის, რომ ამ ჯალათების გასამართლებისთვის ეყურებინათ. თითქოს ეს უნდა ყოფილიყო ფანჯარა იმ წარსულთან, რაც მათ გამოიარეს, მაგრამ აბა როგორ? როდესაც სასამართლოს იურისტებისა და ოფიციოზის გავლით იყო ეს ყველაფერი ხელშესახები. ასეა თუ ისე არის ამბები ორივე მხრიდან. მსხვერპლთა პერსპექტივა, რომ როგორც იქნა ბოლოს და ბოლოს მათ შეძლეს და დაუპირისპირდნენ იმ ადამიანს, ვინც მათ სცემდა, ვინც მათი მეგობრები და ნათესავები მოკლა, და ასევე იყო ამ დამსჯელებისა და ძალოვანების ხედვის წერტილი, რომლებიც უბრალოდ იმას აკეთებდნენ, რასაც მათგან ელოდნენ. რაც უნდა ეკეთებინათ. თუ სხვანაირად გააკეთებდნენ, მაშინ შემდეგი მსხვერპლები თავად გახდებოდნენ. ეს იყო ის, რაც მათ იცოდნენ, რასაც ეუბნებოდნენ, ანახებდნენ და აკითხებდნენ. ეს იყო სიტუაცია, როცა მათ მტერს წარუდგენდნენ და ძალოვანებსაც ფარი და ხმალი უნდა აეღოთ პარტიისა და სახელმწიფოს დასაცავად. სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილით დასჯა, დახვრეტა. სტალინისა და პოლიტბიუროს წევრების ხელმოწერით დადასტურებული ეს განაჩენი
თან ახლავს დოკუმენტებს, რომლებიც ახლა უკვე ვიცით, რომ დიახაც არსებობს და დიახაც სტალინმა ყველაფერი იცოდა. ეს უკვე გამოიფინა ქართველი ისტორიკოსების და პირველ რიგში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლების ძალისხმევით. ადამიანებმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს არა მარტო მსხვერპლის შესახებ, არამედ უნდა იცოდეს იმ ადამიანების შესახებ, ვინც რეპრესიები მოაწყო. აბსოლუტურად. მაგრამ არ აკეთებს ამას ჩვენი საზოგადოება. რატო? თქვენს გამოფენაზე მოსვლამდე, თქვენს გადაცემაში მოსვლამდე ვიყავი ზუსტად გამოფენაში და უმთავრესი რაც დამაკლდა ეს არის სად არიან ჯალათები. იმიტომ რომ ჩვენ სულ ლაპარაკობთ მსხვერპლზე, ეს კარგი არის ან არ არის ეს სამსჯელო თემა, მაგრამ სულ მსხვერპლი ხო არ არის ყველა. ვიღაც ხო ახდენს ამ მსხვერპლად ქცევას ადამიანებისა. ნუ თუ ერთხელ და სამუდამოდ არ მოგბეზრდა სულ მსხვერპლად ყოფნა და ვიღაცებს უთხრათ, რომ იცი რა, ისინიც უნდა ვაჩვენოთ, ვინც ეს გააკეთა. აბა სხვანაირად როგორ შეიძლება? რატო არ კეთდება? არ გვინდა რეალობის ბოლომდე ეს არის შიში უბრალოდ ჰიპოთეტური რაღაცეების, რომ იმის შვილი ცოცხალია, იმის შვილი ცოცხალია, მაგრამ ძალიან დიდი ილუსტრაციის კანონსაც მაგიტომ არ იღებდა. ვინც რეპრესირებული იყო და ვინც მოასწრო, რომ ოჯახი ყოლო და მათი შვილები ცოცხლები არიან და შვილიშვილებიც და ვინ უფრო მეტი ტრამვა და დამცირება მიიღო ცხოვრებაში რეპრესიების გამო, ეს კიდევ შეგვიძლია თუნდაც პინაზე დავდუოთ და გავზომოთ. ამიტომ სანამ ჩვენთან განსაკუთრებით მუზეუმებში მოძალადეების ჩვენება არ მოხდება, მანამდე ყოველთვის იქნება კარტ ბლანში საზოგადოებაში ძალადობისთვის. იმიტომ რომ მსხვერპლი ძალიან კომფორტულია. იგივე ჩვენს ორგანიზაციას სოვლაბს ბევრი ძალიან გულშემატკივრობს, რატო? იმიტომ რომ ჯერ მსხვერპლს ვსწავლობთ. აი როგორც კი გადავალთ მოძალადეებს, ბევრი მტერი გაგიჩნდებათ. ხო, მაგრამ თუ ხარ მზად უნდა იყო, იმიტომ რომ საზოგადოება არ არის მარტო მსხვერპლი, ის ვიღაცა მოძალადეც არის. შენ თუ ადამიანს მის ბიუროკრატიულ მაღლა ასვლას აფასებ, მაშინ იმაზეც ვისაუბროთ, როგორ ავიდა ის. რა უფრო ღირსეულია შენ ყველაფერი გადაგეთელა და გამხდარიყავი ცეკას პირველი მდივანი, თუ შენ ადამიანის უმთავრესი ღირებულება ბიბლიური დაგეცვა და ყოფილიყავი სიტყვაზე რომელიღაც მიყრუებული მთის სოფლის რიგითი მასწავლებელი. ანუ ასეთები იყვნენ? და ასეთები იყვნენ და თუ ტრაგედია ჩვენი ის არის, რომ ამაზე არ ვსაუბრობ და ვიღაცებზე ვსაუბრობ და ამიტომ თუ გვინდა რომ ჰუმანური ქვეყანა შევქმნათ, ამ ადამიანებზე უნდა ვისაუბროთ. მოძალადეებზე უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ არ შეიძლება ქვეყანაში ძალადობა სულ იყოს საიდუმლო. ერთხელ და სამუდამოდ ძალადობა უნდა გახდეს ღია, რომ მომავალში ვიღაცა მიცოდეს, რომ მე თუ ვიღაცას დავხრეთ დღეს და ამით ნებისმიერი ხელისუფლება წარსულიც და აწყვეტს მემაძლევს პრივილეგიებს, ოდესმე ჩემ შვილიშვილს ან შვილს ამას ვიღაცა ეტყვის. რატომ ამოვაგდეთ ეს ხალხი ჩვენი ისტორიიდან? ამოვაგდეთ ისე, როგორც თავის დროზე ამოვაგდეს ისტორიიდან წითელი ტერორის მსხვერპლნი, მათ შორის დიდი მხატვრები, რომლებიც ვინც ის რომ გადარჩენილიყვნენ, ან სულ სხვა ქვეყანაში რომ ეცხოვრათ, როგორ შედევრებს შექმნიდნენ, როგორ შედევრებს შეგვიქმნიდნენ ჩვენ.